დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ ახოს ანაიას ამბებს 19 საათზე. ვერ შევთავაზეთ, ვერ ვაჩვენეთ, ვერ ავუხსენით და ვერ დავაჯერეთ ამ მომრჩეველი მრავალპარტიული პარლამენტის აუცილებლობაში და ამ პარტიების შესაძლებლობაში საქართველოში არც ერთი სუბიექტი არ განიხილა ამ მომრჩეველმა თვითკმარ პოლიტიკურ წარმონაქმნად, რომელსაც შეუძლია დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრა, რეალური ალტერნატივების შეთავაზება საზოგადოებისთვის. ეს იყო განცხადება, რომელიც ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ არჩევნებიდან მალევე გააკეთა და გამოვიდა ამასთანავე ინიციატივით, რომ შეიქმნას ევროპული ტიპის პარტია, რომელიც ყველა სხვადასხვა პარტიაში გაფანტულ რესურსს მოკრებდა ერთ მთლიანობაში. სწორედ ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი ანი მიროტაძეა ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმარი. საღამომშვიდობისა. მოგესალმები, მივესალმები თქვენს მაყურებელს, რომელიც ჩემი ინფორმაციით ყოველდღიურად იმატებს, აუდიტორია იზრდება და ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გენდობათ მაყურებელი და ეს მე ძალიან მახარებს და მომწონს, დარწმუნებული ვარ, რომ მისი რაოდენობა ბევრად უფრო მეტი იქნება, ვინაიდან ეს არის სივრცე, სადაც ძალიან ბევრი თავისუფალი აზრი ისმის და განსხვავებული აზრი ისმის. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კიდევ უფრო მეტი მაყურებელი გეყოლებათ. მადლობთ, მედიასთან დაკავშირებითაც მექნება შეკითხვა, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით. ახლა რაც შეეხება ამ კლასიკური ევროპული ტიპის პარტიას, რომელიც თქვენმა ლიდერმა აღნიშნა. პოლიტიკური პარტიები თვითგამორკვევის პროცესში არიან, ეძებენ გზებს, ხედვებს, ერთად ჯობს თუ ცალ-ცალკე, მაგრამ ძალიან მალევე არჩევნებიდან თქვენმა პარტიამ პირდაპირ თქვა, რაში მდგომარეობდა პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი გაერთიანების შექმნა, როდესაც კოალიციები და ალიანსები იშლება, ახლა ამ ადამიანურ თუ სხვა სახის რესურსს თავი მოუყაროთ უკვე ერთ პარტიაში? წარმოგიდგენია ასე, რომ არჩევნებით არ იწყება და არ სრულდება, ანუ დამარცხებაც და გამარჯვებაც ჩავთვალოთ, რომ ეს არის შემადგენელი ნაწილი პოლიტიკური ცხოვრების, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ არჩევნების მესამე დღეს ჩემი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ დაანონსა ახალი პოლიტიკური ეტაპი და შესაბამისად ჩვენ ამ ვითარებაში სწორედ ვართ და ვფიქრობთ, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები. რა თქმა უნდა, ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და ბევრი პოლიტიკური სუბიექტი იპოვის საკუთარ თავში იმის ძალას და შესაძლებლობას, რომ დიახ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი გაერთიანება. მე ასე დავარქმევდი ამ საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკრები, ვინაიდან ძირითადად პოლიტიკოსები, არ ვიცი ამ ორი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით, თუ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი სახელმწიფო სისტემის გადაწყვეტილებით დავრჩით პარლამენტს მიღმა, ანუ პარლამენტი დაცლილია, მე ვეთანხმები ჩემს კოლეგებს პოლიტიკოსებისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალები, ვალდებულებიც არიან, მოცემულობიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დააჩვენონ კიდეც საზოგადოებას, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში გაფანტული რესურსი და გამოცდილება არის ძალიან შთამბეჭდავი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე რომ ჩვენ გვაქვს იდეა, რომ შევქმნათ საქართველოს პოლიტიკოსთან ნაკრები. სად არის ასე ვთქვათ ძლიერი მხარეები ასეთი გაერთიანების, ჯერთი რატომ უნდა მოუნდეთ აქ შესვლა პოლიტიკოსებს, რომ ნაკრების წევრი იყვნენ და მეერე პოლიტიკურ ამბიციებს რა ვუყოთ, თუ კი ამ ნაკრებში ძალიან ბევრი ამბიციური პოლიტიკოსი იქნება თავმოყრილი. პოლიტიკოსთა ნაკრები ყველას ამბიციას დაიტევს, თავარია პოლიტიკოსებმა იცოდნენ რა უნდა აკეთონ იმისთვის, რომ სამომავლო პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმის კეთება შევძლოთ, ვინაიდან მარტო პოლიტიკური ამბიციებისთვის არ უნდა არსებობდნენ არც პოლიტიკური პარტიები და არც პოლიტიკოსები პოლიტიკურ ველზე, იმიტომ რომ პოლიტიკაში ყოფნა ხარ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს იმას, რომ ცოტა უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებ რიგით მოქალაქეებთან შედარებით, ცოტა ნაკლებს ხელისუფლებასთან შედარებით, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებ და ეს არ არის პოლიტიკა. ეხლა მე დავმარცხდი და სახში წავიდი, ასეთი ამბავი არ არის, გრძელვადიანი მარათონია და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე არის, როდესაც ხარ პოლიტიკაში, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ის წავიდა პოლიტიკაში და საქმე უნდა აკეთოს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა კონდეს გააზრებული სირთულეები, რომელიც ზოგადად მოცემულობებს ახლავს ხოლმე. ასე რომ ჩვენ ეს ყველაფერი გააზრებული გვაქვს. მე ჩემს მაგალითს ეგეთყვი, მე 15 წლიანი ჟურნალისტური კარიერიდან წავედი პოლიტიკაში და არ ვფიქრობ, რომ თუ ეხა არ ვარ პარლამენტში, ჩემი პოლიტიკური აქტიურობა დასრულდა. მაგრამ აი
წარმოვიდგინოთ, ანი ასეთი სურათი. წარმოვიდგინოთ და მე თვითონ გეტყვით, როგორ წარმოვიდგინოთ, ჩემი პოლიტიკური ამბიცია ხლა არაფერ შუაში არ არის, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ შეიქმნას ალტერნატიული ძალა, რომელიც შესაძლებლობას გააჩენს იმის, რომ იყოს კარგი მაკონტროლებელი იმის, რომ სადავეები ისე არ ჩაიგდოს ამ ხელისუფლებამ ხელში, რომ ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც მას მოესურვება და ამის რისკი ძალიან მაღალია და ჩვენ არ ავწდეთ ნორმალური განვითარების გზას. ამაზე მეტი საქმე, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არც მე და არც პარტია. მაგრამ აი რესურსები საიდან უნდა მოვიდეს, ხომ? აი ელემენტარულად პოლიტიკურ პარტიას უნდა კონდეს ოფისი მაინც, ხომ? და რაღაც ხელფასები უნდა გასცეს დაქირავებულ თანამშრომლებზე, რომ ოფისში ვიღაცებმა იმუშაონ მაინც, ხომ? აი საიდან უნდა კონდეს პოლიტიკურ კვალიფიციურ სუბიექტებს ცოტა დაფინანსება გვაქვს, ეს ძალიან მინიმალური არის, მაგრამ ეს არის რა მოცემულობაც გვაქვს, რა თქმა უნდა, ხა რესურსი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, ამაში, როდესაც ერთი და მეორე, ანუ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ჭარბ რესურსებსაც კი არ უпростоრ ჭარბი რესურსებიც კი აქვთ მათ და ამ ფონზე ძალიან რთული არის იყო პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ რესურსზე უფრო მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რამდენად გავიაზრებთ ჩვენ ყველანი, ანუ პოლიტიკური სპექტრი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის შეიქმნას ასეთი ტიპის გაერთიანება. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ და კარგი არის, რომ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაიწყეს ამაზე ფიქრი. მე არ გეტყვით ახლა, რა თქმა უნდა, არც ერთი პოლიტიკოსის გვარს, ვისი აზრიც მეტნაკლებად ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთი რამე შემიძლია გითხრათ. დადებითი თანხმობის აზრი, ასე ვთქვათ? დიახ, და მე მხოლოდ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან ფიქრის და აწონდაწონვის რეჟიმში. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის დრო იმის, რომ თქვათ, ურთიერთშემხვედრი წინადადებებით განვიხილოთ და კონსულტაციების რეჟიმში ვიყოთ ერთმანეთთან. ეხლა არ არის დეპრესიის დრო და ხელების ჩამოშობის დროს, იმდრო მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, თუ გადავხედავთ იმ ყველა პრობლემას, რომელიც უკვე ჩანს და ხელის გულზეა დაწყებული, თქვათ, სოციალური პირობებიდან და ეკონომიური მდგომარეობიდან ჩვენი მოქალაქეების დასრულებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოებით, აი მაგალითად დღეს არაფრით არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ხარაგაულის რაიონში იყო 7 ადამიანი არის ნაცემი 7 საქართველოს მოქალაქე. მინიმუმ ველოდები შინაგან საქმეთა მინისტრისგან განმარტებას რა ეტაპზე არის ახლა გამოძიება, იმიტომ რომ საკუთარ მოქალაქეებს უნდა იცავდეს საკუთარი ქვეყანა და ამ ქვეყანაში ყველას უნდა კონდეს განცდა იმის, რომ დიახ ის არის დაცული. აი კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, რაც შეხება აი რესურს შევეხეთ, ხომ? მტკივნეული საკითხია, თქვენ თავადვე აღნიშნეთ და რთულად გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ იდეა რის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ ეს ადამიანები, ხომ? ახლა გვაჩვენა ამ არჩევნებმა, რომ ამ უმრჩეველმა ხმა მისცა იმ პარტიებს, სამი პარტია პარლამენტში წარმოდგენილი. დანარჩენი ვერ მოხვდა. იდეების პრობლემას ვერ ხედავთ, ანუ ახალი სათქმელის პრობლემას ამ უმრჩევლის. თუ მეკითხებით, რომ შეცდომებს ხედავთ თუ არა ჩვენ სტრატეგიაში, რა თქმა უნდა ვხედავთ. ანუ იმას რა სახის გაერთიანებას ელოდება დღეს ამ უმრჩეველი. აი ეს საკითხი მეჩვენება, რომ მნიშვნელოვანია რესურსთან ერთად ეს ცოტა ამბიციური განცხადება შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ და შესაძლოა ეს ახლა ძალიან ნაადრევი ამაზე საუბარი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში ამის აუცილებლობა დადგება, მით უმეტეს წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, საპარლამენტო არჩევნებსაც რომ თავი დავანებოთ, ეს არის თვითმმართველობის და საპრეზიდენტო არჩევნები, ამ არჩევნები ელოდება ალტერნატიულ ძალას. არა, მას არ უნდა ნაციონალური მოძრაობა, იმის მიუხედავად, რომ 9 მილიონმა თითქმის მხარი დაუჭირა, მას ჭირდება ახალი ევროპული ტიპის ალტერნატიული ძალა, უფრო გაერთიანებული, უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე, უფრო მკაფიო გზავნილებით, უფრო მკაფიო პოზიციებით და ასე შემდეგ. ამიტომ ამას ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ვახო ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი იდეა და ძირითადი გზავნილი უფრო მნიშვნელოვანია, რას არჩევნების სოციოლოგია გაფიქრებინებთ ამას, რომ ახალ ძალას ელოდება არჩევნების შედეგმა გაჩვენა. არჩევნების სოციოლოგია ის გამოცდილება, რომელიც არის საქართველოში და რომელიც ხა ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ყველანი ერთად თითქმის საქართველოს უახლეს ისტორიასთან ერთად გავიზარდეთ და მეტნაკლებად ვიცით, როგორც ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში. 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს ალბათ ვერც წარმოედგინა, რომ მას გაქცევად მოუხდებოდა საკუთარი სამშობლოდან და ის დღეს აღარ იქნებოდა საკუთარი სამშობლოს მოქალაქე და უკრაინიდან მოუწევდა ხოლმე იმ პროცესების ყურება, როგორ იშლება მისი გუნდი და როგორ ღალატობენ მას საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრები, მაგრამ ასეც ხდება პოლიტიკაში, არის ასეთი გამოწვევები, შესაბამისად ამისთვის მზად უნდა
იყოს ყველა. მათ შორის ის ხელისუფლებაც, რომელიც დღეს აბსოლუტური უმრავლესობით მოვიდა ქვეყნის მართვის ღალატის თემა პოლიტიკაში ეს საინტერესო თემა, ან თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობიდან რაღაც გარიგებაში შევიდნენ ხელისუფლებასთან მე ასეთი ეჭვი მაქვს, თუმცა რადგან ვერ დავასაბუთებ ამ ჩემს ეჭვებს, არც ერთ კონკრეტულ გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ახლა ჩემგან ამის დასახელება აუცილებელი არ არის, ვინაიდან საქართველოში პროცესები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ეს თვითონ ხელის გულზე ჩნდება ხოლმე ეს ინფორმაციები, ასე რომ დაველოდოთ. თუმცა ის პროცესები, რომელიც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს, გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას ყველას გვაძლევს, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვისაც მეტნაკლებად შეხება გვაქვს პოლიტიკასთან ან გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს ზოგადად. აი, რაც შეეხება რისკებს დაკავშირებულ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან, ხომ? ჩვენ გვაქვს, თქვენც ახსენეთ, ხომ, განვლილი წლების განმავლობაში მთელ პოლიტიკურ სპექტრს აქვს გამოცდილება თქვათ, როგორ შეიძლება დიდი პოლიტიკური შეცდომები მოგივიდეს ძალაუფლების კონცენტრაციის შემდეგ. ეს ამას ვერ მოახერხებს ამის გათვალისწინებას და გააზრებას ქართული ოცნება აბიძინა ივანიშვილი. გარანტირებული გონიათ ეს შეცდომები, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ დაუშვას? მოდი დავიწყებ იმით, რომ ძალიან მინდა, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვას ამ გუნდმა, იმიტომ რომ მათი შეცდომებიც და წარმატებებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემს ქვეყანასთან, მის წარმატებასთან, მის პოლიტიკასთან, მის მართვასთან მინიმუმ 4 წლის განმავლობაში მაინც და შესაბამისად ახლა მე ვერ ვიქნები ჩემი ქვეყნის მტერი, მე არ მესმის ბიძინა ივანიშვილს რატომ სჭირდებოდა ასეთი მოცემულობა, აბსოლუტური უმრავლესობა და აქვს თუ არა გააზრებული ეს საფრთხე, მაგრამ მე ნამდვილად მინდა რომ მათ ნაკლები შეცდომა დაუშვან და რაც ყველაზე მთავარია იმ ადამიანებმა, ვინც ჩაიბარებენ გარკვეულ პოზიციებს, მაგალითად მინისტრების პორტფელებს, თქვა საკანონმდებლო ორგანოში თანამდებობებს და ასე შემდეგ, ვერტიკალზე კი არ დაიწყონ ყურება ის რა სიტყვის და ისე კი არ მიიღონ ისე კი არ იფიქრონ, არამედ მიიღონ გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი გარკვეულ პასუხისმგებლობას რომ აიღებს, მუდმივად ფიქრობდეს იმაზე, მოეწონება თუ არ მოეწონება ეს ვინმეს. რადგან იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ პასუხისმგებელიც უნდა იყო და ვალდებულიც ხარ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო, თუ თანამდებობაზე თანხმდები, მაშინ პირდაპირ ვალდებულება არის, რომ რაც შეიძლება გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და არ დაგაგვიანდეს გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ერთი საკითხი და რაც შეეხება საფრთხეს, სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოს გამოცდილება არსებობს და საქართველოს გამოცდილება ხომ არსებობს 2008-2012 წლის პარლამენტში თქვენ გახსოვთ რომ 119 მანდატი ქონდა ნაციონალურ მოძრაობას და არსებობდა ფასადური ოპოზიცია, ვიცით, ახლა აღარ ვისაუბრებთ ამის შესახებ და იცით, რამდენი რამე დაუშავა მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანას. თქვენ იცით, რომ 2007 წლიდან რომ დაიწყო შეცდომები, აი წავიდა და მთელი ეს 4 წელი მერე იყო უკვე, არ ვიცი, ავტორიტარი მიხეილ სააკაშვილის, აი საერთოდ ყველანაირი კანონის ჩარჩოდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური გუნდის ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობის არქიტექტორების თავზე ხელაღებულობის შედეგი იყო, რომ ჩვენ ქვეყანაში აქრობდნენ ადამიანებს, კლავდნენ, აწამებდნენ, ქუჩაში ხრეტდნენ, ციხეში რაც ხდებოდა ვიცით და აშინებდნენ ხურჩაში, მაგალითად საკუთარ მოსახლეობას აფეთქებდნენ და ხურჩის მაგალითი ვიცით, ქრებოდნენ, იკარგებოდნენ ადამიანები. აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ეს გამოცდილება არის და რა შეგვიძლია ვიფიქროთ მაშინ, რომ რისი მეძე დავრჩეთ, რომ მორალურად არიან ეს ადამიანები ძალიან მდგრადი და ამიტომ არაფერს შეცდომას არ დაუშვებენ, ან თქვათ, აი ვნებებს სახელისუფლო ვნებებს გაუმკლავდებიან, კარგად, მე ეჭვი მეპარება, თუმცა ძალიან არ მინდა რომ ეს მოხდეს, იმიტომ რომ ქალბატონ ნინო გოგუაძესთან საუბრობდით ამ თემაზე, ივანიშვილზე როგორც კონტროლის მექანიზმი, თქვენი აზრით, აი ამ შემთხვევაში ივანიშვილის ფუნქციას და როლს როგორ ხედავთ აი ამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში, როდესაც მის მიერ დაფუძნებულ პარტიას აქვს ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა? მე ვერ ვფიქრობ და ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გააკონტროლოს ბიძინა ივანიშვილმა პროცესები, რომელიც შეიძლება მის ინტერესებში შედიოდეს, იმიტომ რომ არ ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხა ივანიშვილის გუნდს მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი დააფიქსიროს კონსტიტუციაში, ესე იგი არსებობს სხვა გარკვეული მოცემულობები, რომლის მიღებაც მათ უნდათ და ამისთვის სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და სჭირდებათ უფრო მშვიდად და გარანტირებულად მორჩილი უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, მე ნაკლებად წარმომიდგენია, რომ გარკვეული კონტროლის
ფუნქცია შეასრულოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, უფრო ვფიქრობ, რომ ის შეეცდება შექმნას ეგრეთ წოდებული კონტროლირებადი ოპოზიცია და სხვათა შორის ეჭვმიტანილებიც მყავს უკვე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. არა, ამაზე ვერ ვილაპარაკებ, დამიტოვეთ უფლება, რომ მქონდეს ჩემი ვარაუდი, თუმცა ეს ისეთი საინტერესო თემა არის, თქვენ შეგიძლიათ ამ მიმართულებით იმუშაოთ, მაგრამ მე უკვე გარკვეულ კონტურებს ხედავ, რომ ის შეეცდება გუნდს შეუქმნას, აი საკუთარ გუნდს შეუქმნას ეგრეთ წოდებული ხელოვნური ოპოზიცია. უსუფაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ მინდა გითხოთ. თქვენთვის არის საინტერესო როგორც შესაძლო მომავალი პარტნიორი დავით უსუფაშვილი თუ ის ეჭვმიტანილთა სიაში ყავთ ასეთი? არა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დავით უსუფაშვილს არ განვიხილავ ეჭვმიტანილთა სიაში, მაგრამ როგორ იქნება ჩვენი თანამშრომლობა, მე არ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ კონსულტაციები არ გქონია. ის რომ ჩვენ გვაქვს დიდი ხნის გამოცდილება პოლიტიკურ სივრცეში თანაცხოვრების, თქვენ ეს ჩემზე კარგად იცით, იმიტომ რომ 2006 წლის ბოლოს შეიქმნა ეროვნული ფორუმი და იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ ვართ ყველა პროცესში და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ წარმმართველ ძალად ვიყავით, როდესაც ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ყველა ფორმატში დაწყებული კარვებიდან და დასრულებული არ ვიცი, აი 8-იანის ფორმატით, 6-იანის ფორმატით და ასე შემდეგ და ყველა ამ ფორმატში, ყველა ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით ერთად. ასე რომ და 4 წელიც ვიყავით კოალიციაში ერთად და ვფიქრობ, რომ არ იყო ეს ცუდი პერიოდი. მე არ ვიცი ხა როგორი იქნება სამომავლოდ, როგორ ხედავს დავით უსუფაშვილი საკუთარ მომავალს. ფაქტი არის, რომ მან უარი თქვა საკუთარ პარტიაზე, ალბათ ამაზეც ბევრი იფიქრა, მას ექნება გარკვეული ხედვები და თქვა შესაძლოა კონდეს შეთავაზებები დანარჩენ ოპოზიციასთან. მე რამდენადაც ვიცი, მან კაფიოდ თქვა, რომ ისიც მზად არის, რომ იყოს წევრი საქართველოს პოლიტიკოსთან ნაკრების და არა პარტიის ლიდერი. ახალი პარტიის ლიდერი, კი არა, ეს რამდენიმე ეთერში მოусმინე და მან თქვა, რომ მის წევრობას აპირებს. ნახოთ, რამდენად ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, თქვენ ამ ეჭვმიტანილებს მოიაზრებთ ახლანდელ პოლიტიკურ არასაპარლამენტო ველზე? უკვე მოქმედ პოლიტიკოსებს. ყავს ასეთი ეჭვმიტანილები, თუმცა უკვე მოქმედ პოლიტიკურ ველზე აი ახლა რაც ვითარება გვაქვს აქ მოიაზრებთ. ყავს ასეთი ეჭვმიტანილები, თუმცა აქვე მათ გასაგონად მინდა ვთქვა, უნდა შევახსენო ესეთი ეგრეთ წოდებული ხელოვნური ოპოზიციები არ ამართლებენ ხოლმე, იმიტომ რომ მე ასეთი ლიდერები ქრებიან ზოგადად სივრციდან, იმიტომ რომ საქართველოს ამომრჩეველი მოსახლეობა ზოგადად ძალიან ადვილად შიფრავს ხოლმე მერე, ვინ როგორ და რა ფუნქცია შეასრულა, თუმცა აქვე კიდე ერთი პატარა პროგნოზიც მაქვს, რომელსაც ამ ბოლო ხანებში, როდესაც ქართული ოცნების გუნდს ვაკვირდები, იქაც ხედავ ერთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც შეიძლება მაინც თანხვედრილი არ იყოს იმ უმრავლესობასთან, მაგრამ ეს როდიახ, თუმცა ეს ხა ძალიან მალე არ იქნება და სხვათა შორის აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე ამის გამოცდილებაც აქვს საქართველოს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე სწორედ მოქალაქეთა კავშირის წიაღში დაიბადა ნაციონალური მოძრაობა, სრულიად ლოგიკური შეიძლება იყოს, რომ სწორედ ქართული ოცნების წიაღში დაიბადოს ახალი ოპოზიცია. ბოლო საკითხი რომელსაც მინდა შევეხოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დროც იწურება, მაგრამ მოვასწრებთ ამაზე პასუხს. ეს ეხება მედიას, თქვენი სალამი და შემდეგ უკვე იყო ხაზგასმა ტელევიზიასთან დაკავშირებით ზოგადად მაინტერესებს თქვენი აზრი მედიაში ახალ გადალაგებებს ელოდებით. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გარკვეული გადაცემები დაიხურა, ვიცი რომ მიდის რეორგანიზაციის პროცესი, ზოგადად ეს ლოგიკური პროცესი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ არჩევნები მაინც ზოგადად ესეთი პოლიტიკური მოვლენაა და შესაბამისად არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომი პერიოდი შესაძლოა დაეტყოს საინფორმაციო მედია სივრცეს, თუმცა ყოველთვის არის ხოლმე საფრთხეები ასეთ დროს და თქვენ გახსოვთ ხო ეს რატომაც ვსაუბრობ ამის შესახებ, რომ აი ესეთი თითქოს ლოგიკური პროცესები ხშირ შემთხვევაში აჩენს ხოლმე ხელისუფლების ინტერესების ფართოდ გაშლის შესაძლებლობას, რომ ეგრეთ წოდებული მათთვის მიუღებელი გადაცემები, წამყვანები თუ ასე შემდეგ, უბრალოდ ნელა-ნელა გაიყვანონ ხოლმე სატელევიზიო სივრცეებიდან და მედია სივრცეებიდან. ამიტომ მე იმეც ვიტოვებ, რომ მედიაში მიმდინარე პროცესები იქნება უმტკივნეულო და ასევე იმეც ვიტოვებ, რომ დარჩება ბევრი სივრცე თავისი თვალის სიტყვის. მადლობთ.
და მათ შორის ასევე იმედი მაქვს, რომ და ვხედავ ამ პერსპექტივას, რომ ერთ-ერთი ასეთი იქნება თქვენი ტელევიზია და ის გამოვა აუცილებლად ეგრეთ წოდებული პატარა ტელევიზიის ჩარჩოდან და უფრო გავლენიანი იქნება. დარწმუნებული ვარ ამაში. ჩვენი რეიტინგი მაყურებელთა აუდიტორია მზარდია და ნუ ეს ამის დიახ, მე ეს ვიცი და ძალიან მიხარია და გისურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას. მადლობთ ანი მიროტაძე, ეროვნული ფორუმი. ჩვენ მე ამით უნდა დაგემშვიდობოთ, თქვენ წინ გელოდებათ რუიანი ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად სულ რამდენიმე წუთში.